მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ აიბალი. თუ ეხარ ჩემს სახზე, დღეს მე ვისაუბრებ ჩემს სერიალზე ნარკოტიკებზე. რა ხდება და როგორ მუშაობს ნარკოტიკები. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და მოდი დავიწყოთ. მოკლედ რა, იმედია ნახავთ ამ ვიდეოს და მოგეწონებათ, იმიტომ რომ წინა ვიდეო 4 საათში 6 ნახვა აგროვა, ხო? რა ჭირთ. მოკლედ ნარკოტიკების სამყაროში მიწაზე იყიდება წამლები, ნარკოტიკები, რომლებიც გაძლევენ სუპერ ძალებს. შეიძლება სუპერმენივით ძლიერიც კი გახდე. შეიძლება ნებისმიერი ძალა გქონდეს, შეიძლება გაგიჟდეს საერთოდ, შეიძლება ასეთი წყლის ძალებიც მოგცეს. ჩვენ ნარკოტიკებში რამოდენიმე პერსონაჟი ვიხილეთ და მოკვდა ერთ-ერთი პერსონაჟი, მაგრამ ძირითად სამ პერსონაჟს განახებ, რომელზეც სერიალი არის აგებული, რომლებიც ყიდიან ამ ნარკოტიკებს ეძახი ისედაც. ეს მოკვდა პირველ სერიაში, ეს იყო მის მეგობარი. და ჩვენი სამი ძირითადი პერსონაჟი, მთავარი გმირები არიან ესენი ყიდიან ნარკოტიკებს. ჩვენ პირველივე მომენტიდან ხედავთ აი ამ ორი შეხვედრას, როგორ საუბრობენ ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრები არიან რა. აქ უკვე ხედავთ იმ ორ პერსონაჟს, რომელიც მიყვება ამ როჯას, რომ ცემონ თავარი გმირი. შესაძლოა თავარი გმირის სახელი არ აქვს. აქ კი მას კლავენ, იმიტომ რომ მან გაიკეთა ის ნარკოტიკი, რომლებიც სუპერ ძალებს აძლევს და მის მაკაცებს ჰქონდათ ესეთ ნაყიდი არალეგალური გზებით, ხო? და მაგიტომაც მოკლეს რა და შესაძლებელია თუ არა რომ მან აიღოს ესეთი სუპერ ძალები ჰქონდეს, ანუ მოკვდა თუ არ მოკვდა, თუ გინდათ გაიგოთ, შემდეგ ეპიზოდში გაიგებთ. მაგრამ რადგან მე ვარ სიგმა რეჟისორი ამ სერიალის, მე გაძლევთ პირობას, რომ ძალიან მაგარი სერიებს იხილავთ და ძალიან მაგარი პლოტ ტვისტებსაც. ძალიან ქაოტური სამყაროა, ყველაფერი არსებობს, მონსტრები, გმირები, ანუ საერთოდ ყველაფერი, დრაკონები, ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ ნარკოტიკებში, ისეთი სერიალი, ანუ ძალიან მართლა რომ რანდომ სერიალი არის რა, თან მარტივი სტილი აქვს, ან მულტფილმის რა, ხო და ძალიან კაი, ოღონდ ბავშვებს არ აყურებინოთ მაინც რავი ნარკოტიკები ქვია და ხო, არა ნარკოტიკებს. ნარკოტიკები არის საშინელი რამე, მე უბრალოდ დავარქვი ნარკოტიკები, მხოლოდ იმიტომ რომ ნარკოტიკები აძლევთ აქ მათ სუპერ ძალებს და მაგით დავარქვი ნარკოტიკები. ხო შემიძლია ნარკოგმირები დამერქო, მაგრამ არ დავარქვი. სახელზე პრინციპში ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მაინც ნარკოტიკები მოვიფიქრე რა. ხო და ესეთი სამყარო აქვს ამას, შეიძლება ნებისმიერ წამს ვინმე მოკვდეს, ვინმე გასკდეს, ასე შემდეგ რა, ხო ხვდებით. რა გული დამწყდა იმაზე, რომ წინა ვიდეო ნარკოტიკების პირველ სერიას ძალიან ცოტა ნახვა აქვს, ანუ 6 ნახვა 4 საათში რა და რავი, მე 3 დღე ვწვალობდი მარტო რომ ეგ 5 წუთიანი ანიმაცია გამეკეთებინა და გული დასაწყոտია მართლა რომ ნაწვალს არ მიფასებთ და არ მივარდება ვიდეო, მაგრამ რას ვიზამთ, რაც არის ეგ არის. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგწონთ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. პატარა ვიდეოა, მაგრამ დიდი არც უნდა ყოფილიყო, პრინციპში ცოტა ინფორმაცია მოგაწოდეთ ნარკოტიკებთან დაკავშირებით. შემდეგი სერიას ვეცდები, რომ მალე დავდო. ნახვამდის, თქვენთან იყო აიბალი.